დაიწყება უკვე 2019 წლის ბოლოს. ეს არის ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორიდან ვილოს მიმართულებით. ასევე სამგორი აეროპორტი სამგორი. გონია რომ ეს არის დარწმუნებული ვარ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. ახორციელებას ჩვენ ვიწყებთ 2019 წლის ბოლოს. დაახლოებით 8 ახალი სადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში. გონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით რომ 200,000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება. მიწისზედა მეტროს განვითარების მეორე ეტაპზე იგეგმება თბილისი რუსთავის დაკავშირება მიწისზედა მეტროს საშუალებით. საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია მიწისზედა მეტროს განვითარებას იწყებს, რომლითაც ჯამში 260,000 ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი ახალი მარშრუტები და იაფი ტრანსპორტი. ის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 476 მილიონი ევროს ეკვივალენტი თანხა გამოიყოფა, რითაც მოხდება 212 ერთეული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონების შესყიდვა. ეს ყველაფერი დაპირებებად დარჩა, მაგრამ